უკვე 1 საათია ქართულ ენასა და ლიტერატურაში ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 19 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტთა რეგისტრაცია 8 საათზე დაიწყო. გამოცდა 2 ეტაპად ჩატარდება. დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდას 17,000-მდე აბიტურიენტი ჩააბარებს. მეორე ნაკადის რეგისტრაცია კი 14 საათზე დაიწყება. ერთიანი ეროვნული გამოცდები გუშინ დაიწყო. პირველ ეტაპში მონაწილეობა სულ 16,573 აბიტურიენტმა მიიღო. გამოცდები ძალიან კარგად მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრინციპში პირველი დღე, რო გვენახა, როგორი, ასე ვთქვათ, გამოხმაურება ექნებოდა წლევანდელ ტესტებს და თვითონ საგამოცდო შინაარსს. პრინციპში არც ერთი აბიტურიენტი გუშინ ვისაც შევძელით და გავესაუბრეთ გამოცდების შემდეგ არ იყო უკმაყოფილო. პროცესები მიმდინარეობდა ძალიან მშვიდად. დღესაც ანალოგიური ხდება. ჯერობით ბუნებრივი არ ვიცით რაოდენობა იმ აბიტურიენტებისა, რომლებიც არ გამოცხადდებიან გამოცდაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, ისეთვე მცირე იქნება მათი რაოდენობა, როგორც იყო გუშინ. მესამე ნაკადს დავიწყებთ ჩვეულების 3 საათზე რეგისტრაციას და 3 საათზე უკვე მესამე არა მეოთხე ნაკადს უკაცრავთ და 3 საათზე უკვე დაიწყებენ მუშაობას ტესტებზე. წელსაც ალბათ უფრო რთულს ველოდები, მით უმეტეს გუშინდელი რაც ვიცი არგუმენტირებული მოვიდა ისეთი რამ რაც რა ვიცი ძალიან რთული იყო. ერთი მოვიდა დილის 8 საათზე, რაც ვერ გაიგეს საერთოდ ბავშვებმა, აზრი ვერ გაიგეს და არასწორად დაწერეს და მეორე მოვიდა გლობალიზაციაზე, რაც ზოგადი თემაა და კარგად არ იცოდნენ.